გენანჩელები? კი, მე ვარ. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებიდან ვართ. ჭხრეკა უნდა ჩავატაროთ. Una Ahmed Chalsu. გაჩხრიკეთ. ისმენ ბატონო გენჯე, რა სიტუაციაა? ყველაფერი მზად არის ბატონო გურალ. დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. პოლიცია ეხლა მოვიდა ამის ადგილიდან. ეს როგორ შენ არ ხარ იქ? როგორც კი შემოვიდნენ, მე წავედი იქიდან. კენანს რომ არ დავენახე. ოპერაცია დაიწყო ბატონო გურალ. კარგი. ძალიან კარგი. ახლა ძმები ერთმანეთს წერილებს ციხეში მისწერენ. რა მეცვლელება თუ იქნება, აუცილებლად გამაგებინა. კარგი. ეთევზე. მხოლოდ პატარა ოპერაცია იყო საჭირო შენს მოსაშორებლად. ახლა სამუდამოდ მოგიშორებ. სოფთან მეგობრებო, შეგიძლიათ წახვიდეთ. ბოდის გიხდით, შეგაწუხეთ. რას ამბობთ, ბატონო უფროსო, ეს თქვენი სამსახურია. შეტყობინება მოგვივიდა. კარგი, სხვა იახტები გაჭრიკეთ. წარმატებები, მადლობა. განყოფილებაში ეღობინეთ, ახლავე. Irmak? Kenan, სათხარ გირეკავ ყურმილს არიღებ, ნერვიულობ. საყურელო როგორ აგეხსნა? ავირია და არ მესმოდა. აქ ყველაფერი აირია. რატომ რა მოხდა? ნაუმის ადგომზე განყოფილებიდან მოვიდნენ. ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ შეტყობინება მიუვიდათ როგორ ჩანს. ვერ ვიჯერებ, კარგად ხარ? მე კარგად ვარ, ხო? არაფერი არ ვიცი. ჩვენს იახტაზე არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ბიჭი მიყავთ გვერდით იახტიდან. ღმერთო ჩემო, ყველაფერი ასეა. მოგვიანები დაგირეკავ. არაფერი არ ვიცი. გეუბნებით არაფერი დამიშავებია. ანქანაში ჩაჯექი. Irmak. რა მოხდა საყვარელო, რატომ ადექი? გამეღვიძა, წყალზე ავდექი. ნევრას რატომ არ უთხარი? მე შემეძლო მოტანა. ძმა ოქთხო, ნუ აზვიედებ. Irmak. გისმენ. ხო კარგად ხარ? ხომ გითხარი რომ კი? ზედმეტად ნერვიულობ. წყალს ავიღებ და დასაძინებლად წავალ. ძალიან ნერვიულობ, ვერ მშვიდდები. კარგი შვილო. მარტო მე ვნერვიულობ? შენ ხარ პატარძალი და საერთოდ არ ნერვიულობ. შეხედე რას ამბობს, მგელი დაბერდა. აზიზ გესმის რა თქვა? შვილი მართალია. ცდილობს აგახალისოს. აზიზ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ხო, ვის უნახავს მშობლების գործილი? ამაში მართალია. რას ვიზამ ჩილო, ასეთია შენი ბედი. მამა. დედაზე საჩივარი მაქვს. რა შეასაქმე? დაიწყო. ერთს გეტყვი. თავს არ დაგანებებს, სანამ საქორწილო კაბას არ ჩაიცმევ. ამბობს, რომ კაბას არ ჩაიცმევს. რა? არა, ასე არ გამოვა. აზიზ, მამა არ ხუმრობ, რამე უთხარი. მელეკ ვქორწინდებით. შვილი გათხოვებს. კაბის გარეშე არ შეიძლება. შენც მის მხარეს ხარ, აზიზ? ისმინე მელეკ. ამდენი ხნის მერე ჩემი სიყვარული ვიპოვე. შვილი თავის მშობლებს ქორწილში ნახავს. ამიტომ საქორწილო კაბის ჩაცმა აუცილებელია. აუცილებელი. კარგი, კარგი. საქორწილო კაბას ჩავიცმევ. უკვე ავირჩიე. დეფნე სად არის? დეფნე არ არის საყვარელო, დედასთან რჩება. რატომ დედამისი ავად არის?
ირმაკ საყვარელო. მისმინე. მე და დეფნემ განქორწინება გადავწყვიტეთ. ამიტომ არის თავის დედასთან. რა? როდის? რატომ არ მითხარით? შენი განერვიულება არ გვინდოდა. თქვენ ხომ ძალიან ბედნიერები იყავით. რა მოხდა? ასე უეცრად რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? სინამდვილეში ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს. ანუ ქონდა რაღაც პრობლემები, რომელსაც დიდი ხანია ვერ ვაგვარებდით. კარგი ირმაკ, საყვარელო. ახლა დეფნეს უნდა დავსტიროთ, წავიდა და წავიდა. კარგი. თუ ასე გინდოდათ? უნდოდათ. ამას თავი დაანებე ჯობს მითხრა კენანის ადარის საუზმეზე არ მოვა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, სიყვარულო. ცხელი სემიტი მოვიტანე. ეს სურათები ხომ დაგვეხმარება საქმეში? რა თქმა უნდა, ოქროს წონა აქვთ. ახლა მშვიდად ვარ. ხომ ვეუბნებოდი, რომ ასე იოლად ვერ მომიშორებს. შეგვიძლია ბატონ სინანთან ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და შევთანხმდეთ. თუ ის საჭირო თანხას მოგცემთ, საქმე პირველ მოსმენაზე დაიხურება. თუ არ დათანხმდება, ცოტა რთული იქნება. შეიძლება მოწმე დაგჭირდეს. რა თქმა უნდა, ამ დროს ის ჩვენზე დააგროვებს ინფორმაციას. რასაც შეძლებს ყველაფერი გააკეთოს, მე სუფთა ვარ. იმედი მაქვს იქამდე არ მივა. მე მხოლოდ ფული არ მაღელვებს. კომპანიაში მუშაობა მინდა გავაგრძელო. ამდენი წლის ნაშრომს ვერ დავტოვებ. მოხარული ვიქნები თუ ამას სიტყვით მოლაპარაკების დროს. არ ინერვიულოთ. ბატონო ურალ. მოკლავ გენჯერ. ბატონო ურალ, რა ხდება? აქვე დაგახშობ. ძმა არ მესმის, მოიცადე. არ გესმის, დაგეხმარები. წამოდი. შეხედე იქ რა არის. შეხედე. ოხმე შენი უმაღლესი. ეს შეუძლებელია, ჩემი თვალით დავინახე. პოლიცია იახტაზე მივიდა, ბატონო ურალ. ერთი წუთი. შეუძლებელია. შესაძლებელია. უკვე მოხდა და ირმაკსაც მოუყვა უკვე ყველაფერი. უნდა მცოდნოდა რომ ვერაფერს ვერ იზამდი. იმ სახლს ხომ ხედავ წინ, დიდი რომელიც არის. ქემალ, მოდი აქ. ქემალ, მოიცადე. ქალბატონო ირმაკ, ბოდიში, არ ვიცოდი აქ რომ იყავით. რა იყო ნევრა? სტუმრები გყავს? ქალბატონო ირმაკ, ჩემს დას დილით სასწრაფოდ წასვლა მოუწია ექიმთან. ამიტომაც ბავშვი მე დამიტოვა. ხელი შეგიშალეთ, ბოდიშს გიხდით. არა, რას ამბობთ? მოდი ერთმანეთი გავიცნოთ. მე ირმაკი მქვია. შენ? ქემალი. ძალიან ლამაზი სახელია. რამდენი წლის ხარ? 5. მე კენანი მქვია. როგორ ჩანს სწრაფად დარბი ხარ. მეტი გაიქეცი, ვნახოთ როგორ დარბი ხარ. აქეთ მოდი, აქეთ. როგორც ჩანს, ბატონ კენანს ბავშვები ძალიან უყვარს. ძალიან. ძალიან გაგიმართლოთ, ქალბატონო ირმაკ. ბევრს უყვარს ბავშვები, მაგრამ ვერ უგებენ. ღმერთ მაქნას თქვენც მალე გეყოლოთ ბავშვები. ახლა გაიგე რა შეცდომა დაუშვი. საქონელი სხვა იახტაზე დადე. ის ფული 3 წლის ბავშვისთვის რომ იმეცა, ის უფრო კარგად შეასრულებდა დავალებას. ძმაო, იახტის დასახელება ნაომის სადგომის უფროსისგან გავიგე. მან მითხრა იაკამაზე. გაჩუმდი. კიდევ დგახარ და თავს ეკებ სამსახური გავაკეთეო. გვერდი იდგნენ, ორივე ერთნაირი იყო. უბრალოდ შემეშალა. საიდან უნდა მცოდნოდა? გაჩუმდი, შენ შანსი გაანადგურე, რომელიც ხელში გქონდა. ძმაო, გეფიცები არ ვიცოდი. უნდა იცოდე გენჯერ, ყველაფერზე წინასწარ უნდა იფიქრო, კენანი ახლა ჭკვიანურად მოიქცევა. ღმერთო ჩემო, ჩემს გარშემო ერთი ჭკვიანი ადამიანიც არ არის.
დედიკო, იმ დღეს ებრომ გაწყენინა, მან გითხრა რაღაცა. ასეა. რატომ მოусმინე საერთოდ? შვილო საიდან დამცოდნა და უბრალოდ როდესაც გავიგე რაც მოხდა? რა მოხდა? როგორც აღმოჩნდა, ებრუ და სინანი ერთად არიან. რა? არც იკითხო. დედა ებრუს ასეთები არ უყვირს და შენც ნუინერვიულებ. ნერვიულობა მეუბნები და როცა გავიგე ნერვები მომეშალა. ვერ წარმოვიდგენი რომ დაქორწინებულ კაცს ხვდება. ის მწყინს რომ ის გოგო ასე იქცევა. ის ვინც შვილად მივიღე. და ვისთვისაც ამდენი ვიშრომე რომ აღმეზარდა. დედა ეს ებრუა. მას ვერ შეცვლი და ახლა მისგან კარგსელო და სისულელეა. სისულელე არ არის ხაზალ. ორივე მე გაგზარდეთ. და ეს ორი გოგო რომელიც ერთ სახლში გაიზარდა, როგორ უნდა გასხოვდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე. დედიკო, შეცდომა არსად დაგიშვია. ებრუ ასეთი გოგოა, ის არ შეიცვლება მამას გავს. სამწუხაროდ ეს არის სიმართლე. კარგი იქნება შენც თუ შეეგუები ამას. როგორ უნდა შევეგუო ამას? სინან? ეს რა არის? დეფნე მოვიდა და მაგიდაზე დამიგდო. დეფნეს შეხედეთ. უმოქმედოდ არ იჯდა ესე იგი. დეფნესგან რაღაცას ველოდებოდი, მაგრამ არ მეგონა რომ გვითვალთვალებდა. როგორც ჩანს ეს საქმე ძალიან რთული იქნება. ძალიან. კარგი, იქნება რამე რაც ჩვენ შეგვეხება? არ ვიცი, ებრუ, არ ვიცი. რამდენად დიდხანს გაგრძელდება? ეს რამდენად ღრმად შეტოპავს დეფნე, რა უნდა ჩემგან, არ ვიცი. და რა საპირებ? ჩვენთვის რომ გაგრძელდეს დიდი ხნით? კარგი, ებრუ, დამშვიდდი. ჯერ ადვოკატს დაველაპარაკები, ვნახოთ რას ფიქრობს. მერე რამე გამოსავალს ვნახავ. მოვედით. შეხედე იაკამოზი. ძალიან ლამაზი დასახელებაა. მოდი. ადი გიბეებზე. როგორც ამბობდი, ძალიან ლამაზია. მოგეწონა? ძალიან მომეწონა. შენთვის რომ სარგებელი მოიტანა, ამან უფრო გამაბედნიერა. გარდა იმისა, რომ სარგებელი მოაქვს, მეც გონზე მომიყვანა. გამახსენა ვინ ვარ. კეპიცების საკუთარ მეს ძალიან დაშორებული ვიყავი. სხვისგან შორს ვერ ვძლებ, დამეჯერე. სხვა ჩემი სახლია. ხედავ, თვალებით სხვანაირად გიბრწყინავს. ისმინე რა უნდა გითხრა. სინამდვილეში შეგვიძლია იახტაზე ვიცხოვროთ. რა სიტყვი? შვენიერი არ იქნება? იახტაზე ცხოვრება? ო. მანამდე უფრო კარგად გამოჯამრთელდები. სასარგებლო იქნება შენთვის ზღვის ჰაერი, იოდის სურნელი. ირმა, კარგად ხარ? კარგად ვარ, მაგრამ გონი თუ წამოვწვევი უკეთესი იქნება. კარგი, დაჯექი. ალბათ სუფთა ჰაერმა იმოქმედა. თუ გინდა სახლში დავბრუნდეთ. შეხედე, აქ ნორმალურად ვერც კი ვდგავარ. პატარა ცვლილება და უკვე ცუდად ვარ. შენი ოცნებაა ზღვაში გასვლა. მე კი ავად ვარ. ისმინე. საავადმყოფოდან ახლა ხანს გამოხვედი. ასე ნუ ფიქრობ. მით უმეტეს ყოველთვის ასე არ იქნება, ხომ ასეა? იცი ზოგჯერ რას ვამჩნევ? ჩემთან რომ ხარ, ამით შენს ოცნებებზე უარის თქმა გიწევს. ნუ სულელობ. მოიშორე ეს ფიქრები, კარგი? მოდი, წამოდი. გაჩვენებ შიგნით როგორია. განქორწინებაზე რა ხდება? ჯერ კონკრეტულად არაფერი. ადვოკატი აგვარებს. შენს თუ ჩაერევი ცოტას კარგი იქნება.
დეფნემ ალბათ უკვე დაიწყო საქმის მოგვარება პულის მისაღებად. ვინ იცის რას ხლართავს ეს გველი? რა მოხდა მითხარი ჩემო საყვარელო ძამიკო? ურა არის რაღაც რაც უნდა იცოდე. დეფნეს ხელზე აქვს სურათები, სადაც მე და ებრუ ერთად ვართ. შენ და შენი საქმეები. რამეს მაინც თუ აკეთებ უპრობლემოდ. ასეთი უყურადღებო როგორ ხარ? მისმინე ებრუზე გაფრთხილებდი, ვიცოდი რომ ამ გველის გეგმების მსხვერპლი გახდებოდი. დეფნემ რომ მოიგო სასამართლო, ჩემგან აღარაფერს ეღირსები. ეს იცოდე. არ ინერვიულო მოვაგვარებ. რას მოვაგვარებ? იცი საერთოდ დეფნემ რატომ გადაგიღო სურათები? გონია შენი ავტოგრაფი უნდოდა? კომპანიის აქციებს მოითხოვს, ძალიან ბევრ ფულს მოითხოვს და რის გამო მოხდა ეს ყველაფერი? ამ ბინძური ებრუს გამო. ურალ მეც ვიცი დეფნეს რაც უნდა. გამოსავალს ვიპოვი, არ ინერვიულო. იპოვი. შენი გამოსავალი მხოლოდ ის იქნება, რომ ჩემს კარებთან მოხვალ დახმარების სათხოვნელად. მომისმინე, 2 დღეც არ გავა, 2 დღე გეუბნები, მოხვალ და ბღაველით მეტყვი. ურალ, რა გავაკეთო? საღამოს კენანი და ირმაკი ხომ არ დავპატიჟოთ ვახშამზე. შვილო ეს საიდან მოგაფიქრდა? დილით აზის ლაპარაკე და ძალიან უნდა. რა სიტყვი ხაზალ? შეიძლება რა თქმა უნდა დედა მოვიდნენ. დავურეკავ მაშინ. ამომართვი ჩემო ცხოვრება. გისმენ დედა მელეკ. კენან შვილო, საღამოს თუ გცალიეთ შენ და ირმაკს ვახშამზე გელოდებით. ირმაკს დაველაპარაკები და გეტყვით პასუხს. კარგი შვილო, შეხვედრამდე. კარგი, შეხვედრამდე. დედა მელეკმა დარეკა. საღამოს ვახშამზე გვეპატიჟებიან. რა სიტყვი? თუ დაღლილი ხარ, ვუთხრა და შემდეგზე წავიდეთ. კენან იქნებ აღარ მომექცე ისე როგორც ავადმყოფს. ეს რას ნიშნავს? ისე მეკცები თითქოს ავადმყოფი ბავშვი ვიყო. ნუ გეშინია, არ დავიმსხრევი. უკვე მძაბავს ის, რომ ყველა მეკითხება როგორ ვარ. სანამ ვცდილობ ჩემი ცხოვრება გავაგრძელო ნორმალურად, ზიზღის შეგრძნება მიჩნდება იმის მიმართ, რომ ყველა ჩემს ავადმყოფობას მახსენებს. მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა. დაივიწყე. ეს საკითხი მხოლოდ შენ არ გეხება. მესმის. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ბატონ აზიზთან სტუმრად წასვლა. უარს ნოიტყვი ჩემი ავადმყოფობის გამო. როგორ ხარ შვილო? გამოკეთდი? გამოვკეთდი ძმა უაზის. დიდი მადლობა, ბიძიასთან ერთად მინდოდა თქვენთან მოსვლა. მადლობის გადასახდელად. თქვენთვის და ბატონი კენანისთვის. სამადლობელი არაფერია შვილო. მაინც მოვალთ, ასე უფრო მშვიდად ვიქნები. თქვენს მიმართ სულიერი ვალი მაქვს. მაშინ მოდი. ჩაის დაგალევინებთ. კარგი. გინდა რაღაც გითხრა. აქ პირველად რომ მოვედი, მეგონა რომ მოსაწყენი იქნებოდა. მაგრამ აქაურობა იქაურობას ჯობს. რას გულისხმობ? სახლში ყოველთვის რაღაც ხდება. მაინც რა? ისია, თითქოს ფილმში. ორ შეყვარებულს ერთად ყოფნა არ შეუძლია და ასე შემდეგ. გოგონი, რა ჭორებია? თუ შენ ხარ ფილმის გმირი? არა, სისულელეს ნუ ამბობ. ასე არ არის. კარგი, წამოდი სახლს გაჩვენებ, სასახლეა.
მელოშ, მართლაც სასახლეს გავს, მაგრამ ახლა რაღაცას გეტყვი. რამე არ ჩაიდინო, მერე რამე რომ არ მოხდეს. სისულელეს ნუ ამბობ, წამოდი. ამასაც უნდა მოაწეროს ხელი. დიახ ბატონო. ბატონი კენანი ამ საბუთებს ხელს თუ მოაწერს, ამით ამ კომპანიის წილს გადასცემს სხვა პირს. ლაპატიე ცოტა დამაგვიანდა. მობრძანდი ჩემო ლომო. გამარჯობა ბატონო კენან. ამ საბუთებს ხელს რომ მოაწერთ, მის შემდეგ თქვენი კავშირი კომპანიასთან გაწყდება. დადგა ის მომენტი, რომელსაც ძალიან ველოდებოდი, არა ძმაო? ესე იგი იქ იტანჯებოდი. შეხედეთ. ახლა ცეკვას დაიწყებ იმის გამო, რომ სამსახურიდან წახვედი. არა ძმაო. კარგი გავიხუმრე, მაგრამ ხო ბედნიერი ხარ. თუ სხვა არაფერია თქვენის ნებართვით წავალ. რა თქმა უნდა, საბუთებს მოვამზადებ და გადმოგცემთ. წარმატებები. მადლობა. ბატონო კენან. კიდევ ერთი ფურცელი დაიხურა თქვენთვის. და ახალი ფურცელი გაიხსნა ძმაო. შენ ნებისმიერ სამსახურს გაუმკლავდები. შენი შრომის მოყვარეობით და პატიოსანი დამოკიდებულებით. ყველაფერს შეძლებ. მერთმაქნას ძმაო. მისმენეს აღამოს ხომ მოხვალთ? მელექმა დაგირეკა? ვილაპარაკე ძმაო. მერთმაქნას მოვიდეთ. ირმაკი როგორ არის? უკეთ არის, მაგრამ სწრაფად იღლება. მისმენე უკეთ თუ იგრძნობს თავს მოვალთ. თავარია კარგად იყოს. აუ, ნახოთ. აზიზ, კენანი დავპატიჟეთ ვახშამზე, მაგრამ მე შენია ხაზალს ცუდი რეაგირება არ ქონდეს. ჩემი აზრით ძალიან სერიოზულად უყურებ ამ ყველაფერს. ხაზალი ბავში არ არის. იმედი მაქვს ისე იქნება როგორც შენ ამბობ. რა თქმა უნდა, მესმის, დედა ხარ. შვილზე უნდა ფიქრობდე, მაგრამ თავს ნუ იტანჯავ ამის გამო. თუ ხაზალი მოიწყენს და მე ისე მოიკრებს ზალას. ცხოვრება ასეთია. მართალი ხარ. სწორად ლაპარაკობ, მაგრამ არ ვიცი. ამდენი ხნის მერე პირველად ვარ 107-დან. მე შენია რომ ეს არ შეიცვალოს. ნუ გეშინია. ჩვენს ბედნიერებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. ორივე გამობრანჭულხართ, სადმე მიდიხართ? ძმა აზიზმა დავპატიჟე ვახშამზე. მომისმინე მეთევზე, თუ ჩემი დის გარშემო მოის ხალხი იქნება, ვინც მას აწყენინებს, მაშინ მე დამინახავ შენს წინაშე. პირველი დღიდან ხარ ჩემს წინაშე, მაგრამ ცარიელ მუქარების გარდა არაფერი მინახავს შენგან. შენი ნებართვით. მინდა კარგი საღამო გავატაროთ შენგან შორს. შენგან შორს ყოფნას ნუ შეეჩვევი. ძმაო, ხომ გეუბნებოდი? კენანი არის ამს ისეც არაფერს რითაც შეიძლება მაწყენინოს. ასე ფიქრობ? კი, ასე ვფიქრობ. შენ ყოველთვის ერევი სხვის ცხოვრებაში, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არ მოგცემ. არ ვიცი, რამდენად სწორად აგიხსენი. ირმაკ, ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა? ჟურნალისტებისთვის შეტყობინების შესახებ ვამბობ, რომლებიც გაზეთებშია. რამე მოხდა? არა, ძვირფასო. ეს ჩემი და ჩემი ძმის პირადი საქმეა. წამოდი. სინამდვილეში, დღეს თქვენთვის ზარმაცი მანტი უნდა მომემზადებინა. როგორ დამავიწყდა? რა ზარმაცი მანტი? იმის თქმა გინდა, რომ ნამდვილს ვერ აკეთებ, მხოლოდ ზარმაცი შეგიძლია? ნამდვილი მანტი კალორიულია, დეიდუნა. მით უმეტეს შენთვის ძალიან მავნეა. ასაკის ბრალია. წონაზე თუ ვილაპარაკებ, ზედმეტი წონა გაქვთ. მე ხომ თქვენზე ვფიქრობ. ჩემზე ნუ ფიქრობ, არ მჭირდება. კაფეს? მითხარი, რომელი საჭმელი გიყვარს და შენთვის მოვამზადებ. კარგი, მადლობა. კაფეს უარს არასდროს არ ამბობს. ყველაფერს ჭამს. მე რასაც ვამზადებ, ხომ ასია შვილო? ასია დეიდა. კატა არის? რას ნიშნავს ყველაფერს ჭამს? დარწმუნებული ვარ, საყვარელი კერძები აქვს. ის შეჭამოს, რასაც მე მოვამზადებ. მისმინე, საჭმლის გაკეთება როდის ისწავლე, ყოველთვის დასეირნობს. საჭმლის მომზადება სიყვარულს გავს, დეიდა. რისი გაკეთება შეგიძლია? მოგვიყევი, აბა. ესე იგი, ტკბილეულის გაკეთება შემიძლია. ზილბერის ტუჩები, ფუნთუშა ქალის მუცელი.
კოტლეტი, ქალის ბარძაყი. ღმერთო, მაპატიე. ირმა გამიხარდა რომ გნახე რა კარგია რომ მოხვედი. მეც მიხარია აყოფნა. ყოველთვის ვიხარია თქვენი ნახვა შვილო. რესტორანში გვესტუმრე. საჭმელსაც გასინჯავ და გნახავთ კიდეც. ირმა გამარჯობა. როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურები ჰაზალ. შენც გამოიყურები მშვენივრად. წამობრძანდით. მაგიდასთან წამოდით. ყველანი. წამოდით, ხო? ირმა, კახით მოდი. ჰენა, ნაგ მობრძანდი. ყველამ გემრიელად მიირთვით. ჰენა, შენ რომ გიყვარს, შეხედე კასეროლი მოგიმზადეთ. ჯანმრთელობა თქვენს ხელებს. არაჟანი ხომ გიყვარს? გიждები. ირმა, გინდა? მინდა. მისმინე, აი ეს გასინჯე. კრევეტები გინდა, ირმა? არა, მადლობა. აბა ესეც გასინჯეთ. კარგად ხარ? კენან, რამდენჯერ გითხრა, კარგად ვარ. ყოველთვის ნუ მეკითხები. ირმა, კენანი ძალიან ზრუნავს იმ ხალხზე, რომელიც უყვარს. ასე იმიტომ იქცევა, რომ შენზე ფიქრობს. დეიდა, მაგიდასთან დავსხედით. სინან? რა მოხდა, ასე რატომ გაცვია? სხვა გამოსავალი არ მქონდა. შეიძლება გვითოთვალებდნენ. საკუთარ თავს საფრთხეში რატომ აგდებ? რამე ცუდი რომ მომხდარიყო? მე რა, ძალიან მენატრებოდი. თანახმა ხარ დეფნეს შენი ქონება და უთმა? თანახმა ვარ. ფულის გარეშე რომ დარჩე? არ დარჩები, არ ინერვიულო. მომწონს. დეიდა, რა ბედია ასეთი? ჰაზალს და კენანს ჯერ კიდევ უყვართ ერთმანეთი. გაჩვენდი, საიდან მოიტანა ეს? ეს რომ ვერ დაინახო, ბრმა უნდა იყო დეიდა. შვილო, არ არის ლამაზი, ჭორაობა არ შეიძლება. ეს ხომ ჭორი არ არის, ეს სიმართლეა, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს. იფიქრე, რომ საკამათო გადაცემაა. ეს სიმართლე შენთვის შეინახე. გინდა რაღაც გითხრა. კენანის სოლი ყველაფერს ამჩნევს. მართლა? რა თქმა უნდა, ძვირფასო, ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც უყვარს. ხომ გაიგე, რაზე არის ის ფილმი? ორ შეყვარებულზე, რომლებიც ერთად ვერ იქნებიან. აკრძალული სიყვარული. იმ გოგოს ძმა რომ არა, მსგავსი არავის და ემართოს ცხოვრებაში. შვილო, რამე გინდოდა? მაინტერესებდა საჭირო ოთახი სად არის? გაჩვენებ შვილო, წამოდი. ჩუმად უნდა ყოფილიყავი. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? დეფნეს მოქმედებებს დაველოდოთ. ანუ ხელფეხი გვაქვს შეკრული. ებრო, ეს ქორწინება ადრე თუ გვიან დასრულდება. ურთიერთობა უკვე მივიდა იმ სტადიამდე. უკან დასახევი გზა არ არის. მადლობა ღმერთს, შვილები არ ყავს, თორემ დეფნე ამასაც გამოიყენებდა. მადლობა ღმერთს.
ბავშვები არ გინდოდა? სინამდვილეში ძალიან მინდა. ჩემი ერთადერთი ოცნებაა მამა გავხდე. მაგრამ დეფნე ის ქალი არ არის, რომელიც სახლში დაჯდება და ბავშვებს აღზრდის. ის ძალიან ნერვიულია. ამიტომაც გადაგქონდა ეს. ჩემი აზრით შესანიშნავი მამა გახდებოდი საყვარელო. გავხდებოდი? რა თქმა უნდა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა გავთხოვდე და ბავშვი მყავდეს. რამოდენიმე ბავშვი რომ იყოს და მე თვითონ ვუვლიდე. დიდი ოჯახი რომ მყავდეს. ალბათ ეს იმიტომ რომ მე დაანგრეულ ოჯახში გავიზარდე. ერთხელაც მინდა ეს ოცნება შენთან ერთად ავიხდინო. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ. ირმაკ საყვარელო, ნებისმიერ დროს გელოდებით. დაპატიჟებას ნუ დაელოდები. რა თქმა უნდა, შვილო. კენანი ჩვენი შვილია და ასევე შენც. როცა არ უნდა იყოს, თუ მოიწყენ ყოველთვის აქ ვართ. კარგი? დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარეთ. მადლობა ყველაფრისთვის. კარგი, ირმაკს გარეთ ნუ დავაყენებ ციცივეში. კარგი. ნუ აზვიადებ, ჰაზალ. თქვენ თუ არ გცივათ, არც მე არ მცივა. უბრალოდ შენზე ვზრუნავ. ყველამ თავის თავზე იფიქროს, იმიტომ რომ მე უკვე მომბეზრდა ეს. ანუ მშვიდობისა. წამოდი. შეხედე. ახე როგორ გადახტა. შეხედე. იცი, რამდენჯერ ვუყურე უკვე. ყველაფერი დაწვრილებით ვიცი. შეხედე ახლა რა იქნება. შეხედე როგორ თამაშობს. შეხედე. ედიკოს აბრაზებს. ახლა თავში მოხდება. შეხედე. რა კარგი საღამო იყო? კარგი საღამო იყო? პრობლემების გარეშე? არა, რა პრობლემები უნდა იყოს? ეს ზუსტი ინფორმაციაა? ხო, მელოშ. შვილო, ირმაკმა რა თქვა? რა უნდა ეთქვა დეიდა? ისედაც დაძაბულია. რატომ არის დაძაბული? აბა ადვილი გადასატანია ეს? კინაღამ მოკვდა. და კიდევ ყველა მასზე ზრუნავს, ყურადღება მობეზრდა.
ესე იგი ამიტომ? ო, საბრალო გოგო. რა თქმა უნდა, სხვა რა უნდა იყოს. რამე მოხდა? არა, არაფერი შვილო, რა უნდა იყოს? არა, და რა უნდა იყოს? ხაზალი მოვიდა, მობრძანდი. დილამშვიდობისა, დილამშვიდობისა. კარგად ხარ შვილო? ცუდად მეძინა. როგორ შეიარა თქვენმა ვახშამმა? ძალიან კარგად. ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. როგორ გექცეოდნენ? ნუ ისინი, მათი ოჯახი ყალბოჯახს არ აგავს ამერიკიდან. ყველა ერთმანეთს კარგად ექცევა, ყველას ერთმანეთი უყვარს სამყარო, რომელიც ყოველზეა შენებული. ხოლოდ მე ვიცი რა ხდება ამ დედამიწაზე ირმაკ. მე მკითხე. ძმაო, მინდა რაღაც გკითხო. კითხე. თქვენს ქორწინებამდე ხაზალი და ქენანი ერთად ცხოვრობდნენ? რატომ უნდა ეცხოვრათ? რომ შეცხოვრათ რამე მნიშვნელობა აქვს? მისმინე, ხაზალმა რომ დამინახა შევუყვარდი და ქენანი დაავიწყდა. ის მე გამომყვაცოლად. იმან ეჭვიანობა დაიწყო გესმის? მან ეს ვერ აიტანა და მეჩუმებოდა. მეთევზე. სარგეში ჩაიხედე. ჯერ შენ თავ შეხედე და მე მე შემოხედე. რა ქნას იმ გოგომ? თავის არჩევანი გააკეთა. ახლა უნდა მოკვდეს? თუ რა? ანუ ეს დიდი სიყვარული არ არის? დიდი სიყვარული რომ ყოფილიყო, ხაზალი არ გამომყვებოდა ძვირფასო. გემრიელად მიირთვით. დილამშვიდობისა სიყვარულო. დილამშვიდობისა მეთევზე. ახლა ხანს ვიყავით ჩვენს მეთევზესთან. ზვიგენი რა ღირს ახლა? ალბათ ჭამა მოგინდა. საყვარელო, ხომ იცი დღეს შემოწმება გვაქვს. თუ მზად ხარ წავიდეთ. არ შეჭამ, დრო გვაქვს. არა, იახტაზე ვისაუზმე, წამოდი. კარგი, ჩანთაც ავიღებ. კარგი. მატერიალური კომპენსაცია და მორალური კომპენსაცია 3 მილიონის ოდენობით თითოზე. ამას დამატებული სახლი და მანქანა. ერთი წუთით. 6 მილიონი? დეფნე გაგიჟდი? მანამდე უნდა გეფიქრე, სანამ მიღალატებდი. ჩემო ძვირფასო, ეს ქორწინება იმის გამო არ დასრულდა რომ გიღალატე. მანამდე უკვე ამოწურული იყო. ასე ნუ ამბობ, ქმაროკა. ყოველთვის მიყვარდი. რომ არ გეღალატა, მთელი ცხოვრება მეყვარებოდი. დეფნე, შეხედე რა მდგომარეობაში აყენებ შენს თავს. მორჩი ამ ყველაფერს და ცივილიზებულად განვიხილოთ ყველაფერი. ეს ჩემი ცივილიზებული შემოთავაზებაა სინან. არ უნდა წასულიყავი სხვა ქალთან და არ უნდა მიგეტოვებინე ცოლი. გასვლის დროა უკვე. მოვდივარ. მელეკ, სად ხარ? მე მოვედი. მოვდივარ, ნუ მაჩქარებთ. კაბაც უნდა ვნახოთ, იჩქარე. კარგი. მადლობა, ღმერთს კარგად ხარ. ხომ გაიგე იქ იმ რაც გითხრა? ხო. ამიერიდან თავს უნდა მოუვარო. ყურადღებით უნდა იყო იმის მიმართ თუ რას ჭამდა რას ვამ. ხომ გითხარი რომ გავიგე? მინდა რამის გაკეთება, სადმე წავიდეთ? ცოტა ხანი მარტო მინდა ყოფნა. როგორც მოისურვებ. იქნებ მერე მოგინდეს რამის გაკეთება. თუ მომინდება გეტყვი. დეფნე გაგიჟდა, ამდენი ფული არ მაქვს. არ აქვს თურმე ამდენი ფული. ფული კი არა, თავი არ გაქვს. შენ და ის ვის კისერზე. შენთვის ერთი კაპიკიც კი ვერ მიიღე, შეხედე. ახლა შენს მდგომარეობა შეხედე. საიდან უნდა მცოდნოდა ასე რომ მოხდებოდა? საერთოდ რა იცის ცხოვრებაში? შენთვის ნორმალური ცოლის ვერ არჩიე. ხაზალ შეხედე და მერე შენს ცოლს. ხაზალმა ის სამკაულიც კი დატოვა, რომელიც ქორწილში ეკეთა. შენი ცოლი კი მხოლოდ საკუთარ მოგებას მისდევს. ასე მოგიწევს ყურება.
ყველაფერზე პასუხი უნდა აგო, იდიოტო. Her şeyin bedeli var yavrum. შენ აქ მოდი, რა გინდა? შენი წყალობით განქორწინების პროცესი წარმატებით მიდის. სინანი ყველა ჩემს პირობას შეასრულებს. სანამ მე მდიდრულად გავაგრძელებ ცხოვრებას, შენ სინანთან ერთად მოგიწევს ცხოვრება და აქ კაპიკების მიღება. რა მოხდა? გეწყინა? შენი გეგმა არ შედგა? გეგონა რომ დიდარი კაცი დაიჭირე. მაგრამ შენივე ხელებით მომეცი ის სიმდიდრე, რომელზეც ნადირობდი. პრემია ხომ არ მოგცე? შენის დაიმსახურე. როგორ მომენატრა ქუჩის კატლეტები? გიждები ამ ადგილზე. კვირაში ერთხელ აუცილებლად მოვდივარ აქ. ამიერიდან მეც დამეძახე. რა თქმა უნდა დაგიძახებ. ისმინე რაღაცას გეტყვი ბახადირ. დიდი ხანია. შენი მშობლები არ მინახავს. კარგად არიან? კი, დაბერდნენ. ახლა სულ ერთად არიან. უბრალოდ მეგონა რომ გრძელი ქორწინების შემდეგ ადამიანებს ერთმანეთი ბეზრდებათ, მაგრამ ჩემები ასე არ არიან. ისინი უფრო შეეჩვიან ერთმანეთს. ნეტავ გენახა ერთმანეთს საერთოდ არ შორდებიან. საერთოდ. მადლობა ღმერთს. ხედავ რა კარგია. ესე იგი ერთმანეთისთვის არიან. ასეა. ასე დროს სიმართლე გითხრა რთულია პოვნა. მოიცა ასე რატომ ამბობ? ეს როგორ? მართლა გჯერა რომ ამ დროს შეიძლება იპოვო? თუ შენ სტენაში პატიოსანი ადამიანია და თუ ის გიყვარს რატომაც არა? არ ვიცი კენან. რამდენიმე ხანში სიყვარული ქრება და ყველას თავისუფლება უნდა. ჩემი ყველა მეგობარი ასეთი იყო. თუ შენს გამო ასეთები არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც ასე უნდა იყო. გარდა ამისა რაღაცას გეტყვი. ძალიან მალე გაიგებ, რაც არის სიყვარული. ალბათ მართალი ხარ. ეს საქმე პირველ რიგში მონდომებიდან იწყება და მე ამას ხედავ შენში. მზად ხარ? მერტმაკნას. დაურსულებას შევძლებ. ქალბატონო ირმაკ, გინეკოლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე დაბრკოლებას ვერ ხედავ. მაგრამ თქვენ ცნობაში ვხედავ, რომ რთული პერიოდი გადაიტანეთ და თქვენი ავადმყოფობაც. ო, ცუდად ვიყავი. მაგრამ ახლა კარგად ვარ. ქალბატონო ირმაკ, თქვენც ხომ იცით, რომ წამლები უნდა მიიღოთ? სამწუხაროდ ეს ის წამლები არ არის, რომლებიც შეიძლება მიატოვოთ და მე ისევ გააგრძელოთ. გარდა ამისა, ამ წამლებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს. თუ მათ ორსულობის დროს მიიღებთ. ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ დედა ვერ გავხდები? მედიცინაში შეუძლებელი არაფერია. ხასიათს ნუ გაიფუჭებთ. მომისმინეთ, სარგებელიც არის იმაში, რომ არ იჩქაროთ. ჯერ ახალგაზრდა ხართ, კურნალობას მორჩით და მერე კვლავ ვილაპარაკოთ. კარგი, მადლობა.